დადებითად მას. საპრეზიდენტოს რაც შეეხება შეხედეთ როგორი უარგისი ორგანიზაცია ქართული ოცნება რომ ერთი ადამიანი ვერ მოძებნეს ამ ოცნებაში რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში წარადგენდნენ პრეზიდენტობის კანდიდატად. ეგ ბიძინა ივანიშვილისთვის ემზადება მართლა გუნდი და ამიტომ არის ეს უჩვეულო დუმილი. არა ივანიშვილი რომ პრეზიდენტად არ იქნება ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ერთადერთი მაინც სადღაც ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობდი რომ თუ ოდნავ მაინც ქვეყნის წინაშე ივანიშვილს პასუხისგებლობა გააჩნია სანამ გავიგებდით ვინ იქნებოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვფიქრობდი რომ ეხლა თუ ეყო ამ კაც ნამუსი და ქვეყნის სიყვარული ადგება და თავის გაფუჭებულ საქმეს და ჩასრულ საქმეს ამ 6 წლის განმავლობაში თვითონვე გამოასწორებს და დადგება მოbrunდება პრემიერ-მინისტრად და რეალურად განახორციელებს ქვეყნის მართვას თქო და ეს არ გააკეთა და პრეზიდენტად რო თავს არ შეიწუხებს ამაში დარწმუნებული ვარ უფრო ალბათ არ ვიცი მეც ასე მესმოდა მთელი ამ ხნის მანძილზე რომ ლადო ჭანტურიაზე იყო ლაპარაკი სალომე ზურაბიშვილზე ძალიან უხერხული ამბავი იქნება სალომე ზურაბიშვილი თუ დააყენეს იმიტომ რომ არა დაყენებით არა ანუ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დადგეს და ოცნებამ არ დაუპირისპიროს კანდიდატს თუმცა ალბათ ყველა უყურებთ ხო სალომე ზურაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში ხან პარტიას ქმნიდა, ხან რაღაცას მღეროდა იქ, რას აკეთებდა ხოლმე ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცეებს, ხან სააკაშვილთან იყო, ხან სააკაშვილს უპირისპირდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური და არასერიოზული პოლიტიკოსი იყო.